გავიდი. ამის მერე როგორ შეიძლებოდა რომ სულგიდლების შეკრებილი იყვნენ ამ თეატრში? სამარცხვინოდ ვის ხდებიან ვის? აქ შეიძლება რაღაცა მოხდეს, ამიტომ ცოტა ხნით გადავკეთოთ გზა. ჩვენ შეტანილი გვაქვს გამგეობაში განცხადება რომ ვატარებთ აქციას, ეს იცის ხელისუფლებამ და უსაფრთხოების მიზნით გზა გადაიკეთოს და დაიცავეს პოლიციერებმა ძალიან. ბაქრაძეს დავახედო 2008-ში. ნაციონალების დროშა უნდა გვეშოვა ჩვენ დღეს. დროში თუმე რასაც ესეთი აკეთებთ? სამარცხვინო ის სუგდიდელი რომელიც დღეს უწევს დღეს ეროვნული მოძრაობის დროს მალაშხია აგენტი იყო, აგენტი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ბარამიძე მხედრიონელი იყო, ბაქრაძე, აკაკი ბაქრაძის ბიძა გაიყიდა სვიადის წინააღმდეგ წავიდა მაშინ და ჯაბას ამოუდგა. ასეთი გაყიდული ჯიში და ჯილაკიდან მორალური უფლება არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას სუგდიდში პრაიმერი ჩაატაროს და კიდევ ერთხელ მოატყილოს სუგდიდელები. სუგდიდელებზე შეიხოცეს მაგათმა ხელი. ყველგან ყველაფერი გააკეთეს და ასუფთავეს საქართველოს და სამეგრელოსკენ მოისწორეს ის თავიანთი ნაგავი, თავიანთი საქციელი ყველაფერი. გაუბედურეს ზუგდიდლების ოჯახები, ახალგაზრდები ზუგდიდში არავინ არ დაბადებულა მკვლელად აქცია მიშას რეჟიმმა ჩვენი ბიჭები არ შემოვიდეს ზუგდიდში, სადაც უნდა იქ წავიდეს, ხობში ჩაატაროს იქ იმაში რა ქვია ქუთაისში. არა, არც ერთ შემთხვევაში ზუგდიდში არ დაუშვებთ ამას. არ მოხდება. ამის მერე ეს ხო იცით თქვენ იყავით იქ. ეს რა არის ეს? ხო იცით რისი ნიშანი? არაფერი არ დაუღლია მეც ბანდას ჩვენთვის. სამეგრელოში ადამიანებს აუპატიურებდნენ. სამეგრელოში ადამიანებს იტაცებდნენ. სამეგრელოში ნაციონალები ადამიანებს აწამებდნენ. აყალბებდნენ არჩევნებს. დაავსეს ციხეები უკანონო პატიმრებით. დააშინეს და დააჩოქეს სამეგრელო მათი ჭკუით, მაგრამ ჯირფასო მეგობრებო, 1 ოქტომბერმა კიდევ ერთხელ ცხადრო რომ ქართველი არის დაჩოქება არავის არ შეუძლია. თანამედროვე შოხობასმა, თანამედროვე მურმენყრუმ, თანამედროვე რუსმა ოკუპანტმა ასე უწოდებდა მიხეილ სააკაშვილს და მის ბანდას. ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ დღეს სამეგრელო წელგამართული და შიშისგან და ტერორისგან განთავისუფლებული საბოლოოდ ეუბნება არას და ბანდას განთავისუფლება. კიდე ამბობთ რომ ას გამოხატავენ თურმე ესენი. 9 წელი გამოხატეს და შედეგიც მიღებული გვაქვს აგერ. აი ეს რეჟიმმა დააზარავა. სწორედ ცოტ არასწევს ის ხალხი ვინც არ დაუზარალებია, ხო? ის ბედუკაძე გამოუშვა. ბედუკაძესაც საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს. ჩვენවත් სამოქალაქო საზოგადოება. ასე რომ ჩვენ ნებისმიერ ხელისუფლებას გავუწევთ. ჟურნალისტებს გაუპატიურებაში. აი პერიმეტრი დატოვონ რა. გაეტრია. რა გინდა მაყვა? იმას გადაუღე, ვიღების გადაუღე. იმას გადაუღე, არ რა მინდა და გადაუღე. რატო და გიღებ? ბედუკაძეს გახარეთ ეს კოთხები.
გინდათ ბაბა რას დაასდე ბაბა ჟურნალისტი თუ ხარ ჟურნალისტი მაინტერესებს ვინ დაავალა გამგებლებს რომ სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანათ ხალხი ეს ადამიანები ვიზღეს აქ არის მოედანზე და საერთოდ მაინტერესებს აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება რას ეთამაშება იმით როდესაც საზოგადოების ორ ნაწილს შორის ქვების სროლის დონეზე მიმდინარეობს ურთიერთობა ჩვენ გვახსოვს სამეგრელოში ქვების სროლა 90-იან წლებში და გვახსოვს ეს რითი დასრულდა ჩვენ გვახსოვს სამეგრელოში ქვების სროლა 2003 წელს და გვახსოვს ეს რითი დასრულდა მე იმედი მაქვს რომ ამჯერად ქვეყანა არ წავა არც სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და არც რევოლუციისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის გზნობის მქონე ოპოზიცია, რომლის ამოცანაა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სიწყნარე და ის რასაც ვხედავთ ამის ნაცვლად ხელისუფლებისგან არის ქვების სროლის ენაზე ლაპარაკი და გამგებლების მიერ მობილიზებული ადამიანების აქციების მოწყობა ოპოზიციის წინააღმდეგ. რა ხდება?